ჩემთან გიждდება საქართველოზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის არაფერი, რომ ჩემს ცოლთან ერთად ჩამოვდივარ, რომ მას აქაურობა მოსწონს, რომ მაინტერესებს კულტურა და ქალოურო და ვიცახეს ხოლმე ხანდა. და ჩემს გვარს ატარებს, მე მის გვარს ვატარებ. ეს თინათინ ნოღაიდელია, მომღერალი, მწერალი და პოდკასტერი. ღიად ლესბოსელი ქალი აჭარიდან, რომელიც სტოკჰოლმში, შვედეთში ცოლთან ერთად ცხოვრობს. მე მგონი რომ სტარობისთვის ვარ დაბადებული. ბოლო 3 წელი სასტუმროს დამლაგებლების ზედამხედველობით ვცხოვრობ. თინათინის პირველმა სადებიუტო რომანმა ულუაშები 31 ოქტომბერს აიღო ლიტერატურული პრემია ლიტერა. მთელი ბავშვობა უცნებობდი რომ გავქცეულიყავით. წარმოუდგენელი იყო მე მაშინ როცა მყავდა ოჯახი, ვინმესთვის მე თქვა რომ ეხლა მე ცხოვრების 4 წელიწადს დავაკდებ სამსახურს და მივუძღვნი რომ დავწერო წიგნი, რომლითაც ვერავის ვერ ვარჩენ. ამ ინტერვიუში, რომელიც 3 ნოემბერს ჩავწერეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მის სიმღერებზე, წიგნებზე და თვითაღიარებიდან საზოგადოებაში სასურველი ადგილის დამკვიდრებამდე მიმავალ გზაზე, რომელსაც ქვიარები გადიან საქართველოში და პრინციპში სხვა ქვეყნებშიც. ყოველთვის კონფლიქტური ურთიერთობა მქონდა ჩემს მშობლებთან, მართლა მჭირდება როგორმე აღვადგინო კავშირი დედაჩემთან და მე მივხვდი რომ ჩემი კავშირი როგორც ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი სხეული, ანუ კალთაში მინდა ჩაუზედე და გადავწყვიტე რომ არ არის შეიძლება საჭირო რომ ყოველდღიური ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ დედაჩემს რომ ნახა უნდა ვეტაკო და კალთაში უნდა ჩავუჯდე. მართლა ძალიან ლამაზი სიმღერები მაქვს და ძალიან მინდა რომ მოახერხო რომ ჩავწერო. მაგრამ ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ წიგნზე ისევ. მე დავიწყოთ. როგორ ხარ? კარგად. ლიტერატი ხელში, ხო? ლიტერატი ხელში ძალიან ბედნიერი კი. რაზე დავიწყოთ ლაპარაკი წიგნზე, რომელიც ახალია და ლიტერა აიღო, საუკეთესო დებიუტში თუ ცხოვრებაზე? ვაიმე, რა კარგია რომ ცხოვრებაზე ვინმე რამეს მეკითხება, იმიტომ რომ ლესბოსელები არ ვართ განებივრებული ამ ცხოვრებაზე კითხვებით. ცხოვრებაზე კითხვებით, ყველა თასარიდებს ხოლმე. ამ ცხოვრებაზე დავიწყოთ. ძალიან დიდი სტარი არ მგონია, მაგრამ მე მგონი რომ სტარობისთვის ვარ დაბადებული, ასე რომ მკითხეთ ცხოვრებაზე. სტარობისთვის დაბადებული ადამიანის. უბრალოდ ვერ გავსტარდი, მაგრამ რატო არ არის ცუდი ნაბიჯები? მართალია. ანუ სიმღერა რომელიც გამოვიდა რაღაცა დროს Spotlight-ში იყო, ხა წიგნიც აღინიშნა პრემიით. კი. რა ჭირდება კიდე ადამიანს იმისთვის, რომ თქვას, რომ გავსტარდიო? სუპერ ვარსკვლავი ვარო. არა, ალბათ იცი რა, მაინც როდესაც შემოსავლის წყაროდ ვერ ხდი იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. ძნელია რომ რაღაც სერიოზულად წარმოიდგინო რომ თქვა რომ ვარ მწერალი ან ვარ მომღერალი ანუ ძალიან მიჭირს დღეს ცხოვრების ჩემი კრიზისი ეგ არის რომ მეკითხებიან ვინ ხარ ან რას აკეთებ არ ვიცი და ეხლა რომელია უფრო დიდი სიყვარული წერა თუ მუსიკა ცხოვრების ამ ეტაპზე იცი რა მუსიკა არის ძალიან ძვირი ყოველ მხრივ ენერგიის მხრივ ინვესტიციის მხრივ და ასევე პირდაპირ გაგებით ფინანსური მხრივ ძალიან რთული საქმიანობა მუსიკაში იმ დონეზე რომ ვაკეთო რაღაცები რაც მე მინდა იმდენი ფული მჭირდება რაც არ მაქვს და მე არ ვარ შედეგით კმაყოფილი აი ხა მაგალითად მიდგას ისეთი პერიოდი ცხოვრებაში უნდა გადავწყვიტო რა მინდა ვაკეთო მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მათ შორის თქვათ პროფესია შევიცვალო და არის ვარიანტებს შორის რა თქმა უნდა რომ ვაკეთო მუსიკა ან ვისწავლო და უბრალოდ მე არ ვიცი რა დასაქმეა მექნება იქედან აი მე მექნება არ მექნება ძალიან აბსტრაქტული საქმიანობა რომელსაც უნდა ჩავდო ბევრი დრო სესხი და მე არ ვიცი ამით ცხოვრება შევძლებ თუ არა ამიტომ ძალიან მიყვარს მუსიკა აი სცენაზე ვარ სახლში და ვისაც ლაივში ვნახი ვარ ვიცი რომ რაღაცას ვდებ სცენაზე ეს რა არის არ ვიცი მაგრამ რაღაცა ნამდვილად არის რომელიც ხალხის გულებამდე მიდის ძალიან მაკლია და მიყვარს სცენა უკვე кайხანია სამწუხაროდ ვერ გავდივარ სცენაზე ისე როგორც მინდა მე მეგონა რომ 40 წლამდე წიგნს გამოვცემდი და ალბომსაც თქო მაგრამ სამწუხაროდ ალბომი ცოტა ისე ძალიან ნელ ტემპით მიდის. რეალურად ეხლა ხას აღმოჩნდი უმუშევარი, რაც ნიშნავს, რომ შემიძლია ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ხელოვნება, სხვაგვარად ვერ ვაკეთებს. სამწუხაროდ უმუშევრობის პერიოდებში ვმუშაობ ხოლმე ყველაზე მეტ და იმას, რაც მგონია რომ უნდა ვაკეთო და რისთვისაც ალბათ რაღაც მისიასთვის თუ არის ადამიანი მოსული, მე ამისთვის ვარ ნამდვილად, მაგრამ მუშაობის პერიოდში ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და
მაშინ, როდესაც დავჯდები ჩემს კომპიუტერთან და დღეების განმავლობაში ვაკ დღეები წლები თვეები არ ვიცი რაღაც სიმღერას და არ მომწონს ის რაღაცა ხაზის რაღაცა ანუ ტექნიკურად ეხა მე რა თქმა უნდა არ მეყოლება გუნდი რომელიც ჩემს მაგივრად გააკეთებს ამ ყველაფერს მე მგონია რომ ძალიან კარგი მომღერალი ვარ მგონია რომ ძალიან კარგი songwriter-ი ვარ ძალიან კარგი songwriter-ი ვარ და დაბადებული ვარ სტარად რა თქმა უნდა მაგრამ სამწუხაროდ თვითონ სტარობას და მუსიკის სახლებს ჯერ ეგარ გავგიათ და ამიტომ ის რაც ვაკეთებ და მე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება მაქვს არ მომწონს ამიტომ კარგი ხანია ვერაფერი ვერ გამოუშვი ხოლო როდესაც დავჯდები წიგნზე სამუშაოდ მე მაყოფილი ვარ ანუ აი ეს ცოტა ადიქციური მომენტი რო გაქვს twin-თან რომ ჯაჭვი შეიქმნას დაჯილდოების ხო რომ რაღაც დავწერე და მომწონს ან გავაკეთე და მომწონს უფრო ადვილია წერაში და უფრო შედარებით იაფი, იმიტომ რომ მხოლოდ კომპიუტერი გჭირდება და მეტი არაფერი და იქეთ გჭირდება მთელი პროგრამები გჭირდება, იქეთ რა ვიცი, რომელი ინსტრუმენტსაც არ ფლობ, იმათთან თანამშრომლობა გჭირდება და მისი ფუფუნება სამწუხაროდ, როდესაც ხარ ქალი და 35 წლამდე პატრიარქაც უხდიდი ხარკს. წავიდა ეგ წლები, ანუ ალბათ 20 წლისაც რო დამეწყო მართლა მგონია რომ მქონდა და მაქვს პოტენციალი, მაგრამ ცოტა გვიანია. ანუ ახლა ლიტერატურა დარჩა, მათ მთავარ ხელმოსაჭრით სიყვარულად და მუსიკა ამ სიძვირის და სირთულეების გამო ცოტა ხანი გვერდზეა გადადებული. აი, ოღონდ ძალიან ესეთი ისა მაქვს მანიფესტაცია ჩემს თავთან რომ ვითომ ვაკეთე. ანუ ის არ არის, იმის ნაკლებობა არ არის რომ მინდა სიმღერა. მაგრამ კუსტარულ წარმოებაზე რო გადახვიდე, რაც ერთ ადამიანს შეუძლია თუ ეს არ მოგწონს. ვაიმე, კუსტარული ყველა დაიწყე. იცი რა, ყველა იძახის, რომ აი რა კარგია რომ პიანინოსა რო ზიხარ და მღერი, მაგრამ რეალურად რო ჩაწერ, ძალიან ცარიელია, ჩაწერილი ძალიან ცარიელია. ანუ ისე მარტივი არ არის, არ მომწონები არა, რამდენჯერ მიცდია, მაგრამ ცოტა თუ არ აი, ანუ მუსიკა არის დაპაუზებული. სამწუხაროდ ის იმდენი სიმღერა მაქვს და ისეთი ქართული ქუიარ სიმღერები მაქვს, რომ სამწუხაროდ ისტორიას დაეკარგება და იქნებ კუსტარულად მაინც როგორ რაღაცას ვიზამ გპირდებით, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი სიმღერები მაქვს და ძალიან მინდა რომ მოახერხო რომ ჩავწერო. მაგრამ ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ წიგნზე ისევ. კაი, მოდი ჯერ უკვე გამოცემულ წიგნზეც ვილაპარაკოთ. რაღაც ისე გამოვიდა, რომ ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის მაინც ხელოვნებით დავიწყეთ ლაპარაკი, მაგრამ მე ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ. გადაგმულია სამწუხაროდ ჩემთვის. უოშები, ესეთი წიგნია, რომლის მე მგოიკითხველებთან შეხვედრაზეც ფოტოები ვნახე, რომ უოშებით იყავი წარმოქმნილი, ხო? რა არის ეს წიგნი შენთვის? ანუ აქ ცხოვრების პერიოდი შეაჯამე და ბავშვობა, ანუ შენი ცხოვრების შენეული ვერსია მოყევი და ეგ ჩასვი აქ. იმიტომ ძალიან ქართული კონტექსტი აქ თავში ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ცხოვრობ. ხო, აქ და მგონია რომ მაინც უფრო ქართველი მკითხველისთვის არის განკუთვნილი თავისი ენით და რაღაც სპეციფიური დეტალებით, რომელიც ქართული მკითხველისთვის მგონია რომ უფრო ადვილად გასაგებია, ხო? ანუ და ვინაიდან სადებიუტო წიგნია, ალბათ დებიუტზე მაინც სხვანაირად ფიქრობს, ხო? ამ წერალი. ისი მანიფესტი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ჩემთვის გამოვიდა იმის მანიფესტი, რომ სწორად მოვიქეცი, რომ წერა დავიწყე. იმიტომ რომ როდესაც ხარ 35 წლისამ დავიწყე ამისი წერა, ეხლა 51 წლისა ვარ, ანუ 4 წელი წერდი, ძლივს გამოვიდა მე ღირს და მაგრამ გაქვს რაღაცა ლიტერატურული გემოვნება. მოვდიოდი ჟურნალისტიკის და თქო წერასთან ახლო მდებარე სფეროში, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ სფეროში და ძალიან მაღალ კრიტერიუმებს უწესებდი ჩემს თავს. ამიტომ რომ დაჯდე და იფიქრო რომ ეხლა შენ რაღაცას დაწერ, რომელსაც ექნება რაიმე ფასი. ძნელია. ოღონდ ეს მომენტი ისე დადგა ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვანაირად არ შემეძლო მართლაც. დავრჩი კოვიდის პერიოდში მარტო და ვიფიქრე, რომ რაღაც წიგნ წავიკითხე და ვიფიქრე, აუ, ასეც მეც დავწერ მეთქი და მე მეორე ვიფიქრე. ეგ შემთხვევაში მაცდური ფიქრია ხოლმე, მე ეგეც ვერ წერდა. ამ შემთხვევაში გაამართლა ხო ამ ფიქრმა. ან ისი რა გაამართლა, აი რაღაც ფაბულა იყო ისეთი ორ ბავშვზე იყო ეს ამბავი, წერდა ზრდასრულის პერსპექტივიდან და ვიფიქრე, რომ მე მგონი არ არის საჭირო რომ დავწერო გამომცემლობისთვის. პირველი დავწერე ჩემ დას. იდეაში ჩაფიქრებული იყო, და მთელი ბავშვობა უცნებობდი რომ გავქცეულიყავი და მე ვიფიქრე, რომ ეხლა დავწერ და გავიქცევით წიგნში, თქო და დაბადების დღეზე ვაჩუქებ, თქო რა, ეს იყო საწყისი
იდეა და ამან გამიმარტივა საქმე, რომ დავჯდე დავწერო, მივცე თავს ამისი უფლება. ქალისთვის ან ვინც ქალადავართ სოციალიზებული ამ სამყაროში, განსაკუთრებით საქართველოში, განსაკუთრებით ჩემს ირგვლივ, წარმოუდგენელი იყო მე მაშინ როცა მყავდა ოჯახი, ვინმესთვის მე თქვა რომ ეხლა მე ცხოვრების 4 წელიწადს დავაგდებ სამსახურს და მივუძღვნი რომ დავწერო წიგნი, რომლითაც ვერავის ვერ ვარჩენ, რომელსაც აი ესეთი მონეტარული ღირებულება არ გააჩნია, გამორიცხული იყო. მაგრამ პირველი წელიწადი არ ვიყავი აუთ, როდესაც დავწერე. ანუ პირველი დრაფტი სტრუქტურა წიგნისა დაიწერა მაშინ, როდესაც ჯერ და ამას შეღანუ რამდენი coming-out-ი გამიკეთები ღამერთ მაინც მაგრამ გულისხმობ რომ ჩემს მშობლებს ჯერ კიდე ჰეტერონორმატიულ ქორწინებაში იმყოფებოდი თუ არა ქორწინებაში აღარ ვიყავი მაგრამ მშობლებთან არ ვიყავი საქათმიდან გამოსული ჯერ და coming-out-ებული და აი რა მომიტანა ამ წიგნმა ანუ მე მივხვდი რომ coming-out-ის გარეშე ეს წიგნი ისეთი ვერ იქნებოდა როგორიც არის იმიტომ რომ მეორე დრაფტზე მუშაობა დავიწყე უკვე როდესაც მშობლებს ვუთხარი ვინა ვარ და წიგნმა სრულიად შეიცვალა ჩემთან დამოკიდებულება ის გახდა ჩემთან მიმართებაში ბევრად უფრო მომთხოვნი გულწრფელობასთან დაკავშირებით და თამამი ჩვენც უფრო თავისუფალი თამამი ანუ ეს სითამამე ვერ მექნებოდა კარადიდან ანუ და არ აქვს მნიშვნელობა ამ კარადაში ხა მე დამალული ვარ ვისთვის და ზოგისთვის არა ვარ დამალული. თუ დღეს არის მკითხველი რომელიც ფიქრობს რომ ჩემი წიგნი წაკითხვა ღირს ადამიანები რა თქმა უნდა მწერენ და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეს როგორ არის ფიდბექი უკავშირია. ეს უკავშირია, მადლობა, რომ აი მე რასაც შენ ამბობ ვერასდროს ვერ ვიტყვი, ან მეც იგივე გზა გამივლია, ან მასწავლე როგორ გავაკეთო ვერავის ვერ ვასწავლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ადამიანებს დღეს ხელში უჭირავთ პირველ პირში ნარატივი, რომელშიც ასე სრულიად ღიად მე კი ვლაპარაკობ იმაზე რომ თქვა რაღაცა მოვიგონე, ანუ რაც მეხება იმაზე ვწერ რა თქმა უნდა it happens რომ ლესბოსელი ვარ და აი ამ თემაზე რა თქმა უნდა ბევრი დასაწერი მქონდა. ეს თემა იდგა ჩემს ცხოვრებაში, ახალი დაუთებული ვიყავი, ახალად ხვდებოდი ჩემს ქვიარ ცხოვრებას, რომელიც მანამდე არ ვიცოდი რა იყო. მე არასოდეს დამალულად როგორც ისეთი არ მიცხოვრია, არასოდეს ჩემ ქმარისთვის არ მითქვა რომ ჰეტერო ვარ თქო, მაშინ უფრო ბისექსუალად ვაიდენტიფიცირებდი ჩემს თავს და ანუ ხდებოდა ისე რომ ვიყავი კაცთან ურთიერთობაში და არ მჭირდებოდა ამისთვის ბრძოლა, რაღაცების თქმა და მე ძალიან ბრუტალურად მივხვდი რომ ყველაფრის ანუ overshare-ს მე ძალიან ძალიან ბევრს ვიძახი და თურმე იმიტომ რომ აუტისტი ვარ ესეც ვიძახი ახალი იდენტობა შემოვიდა და მინდა რომ ცოტა სტერეოტიპებს ვებრძოლოთ და აი ასეც გამოიყურება აუტისტი ადამიანი. ეგ სხვა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი ზუსტად გუშინ მკითხულობდი სტატიას, როცა დედა 30 წლის მიდამოებში მაშინ აღმოაჩინა თავისი დიაგნოზი, როცა შვილს რომელიც იყო დაახლოებით 3 წლის წინ ჩაუტარეს ეს ტესტი. ახლა მე მგონი ბევრმა არც იცის ეს კაია რო ახსენე რომ ზრდასრულობაშიც და კაიდი დასაკშიც შეგიძლია ჩაიტარო ტესტირება და აღმოაჩინო გაქვს თუ არა რაიმე სხვადასხვა ძალიან ბევრ პასუხს გაძლევს. ძალიან ბევრ პასუხს გაძლევს. რა ჩაიტარე ეს ტესტი რა საკში? აი ხლა ჩავიტარე 2 კვირის წინ. ანუ 40 წლის ზემოთაც შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა. და აღმოჩნდა რომ 40 და ეხლა არ გადამიმოწმებია ეს ციფრები ვიძახი, რაც ChatGPT-მ და ჩემმა იმ თერაპევტმა მითხრა, ვინც გამიკეთა ანალიზი, მაგრამ ანუ არ მგონია რომ ეხლა რაღაც იგონებდეს შეგიძლიათ რომ გადამოწმოთ თავადაც, მაგრამ ახლობის სიმართლე ალბათ რომ 40%-ზე მეტი აუტისტურ სპექტრზე მყოფი ადამიანებისა უფრო მეტად არიან მიდრეკილი შფოთვისკენ, ვიდრე არა აუტისტი ადამიანი, რაც ნიშნავს რომ ყოველი მეორე აუტისტი თითქმის შფოთვის რეგულირება არის მათთვის პრობლემა. ეს ჩემთვის ბოლო 3 წელი ანტიდეპრესანტებზე ვარ და ბოლო 3 წელია გამუდმებით ვცდილობ რომ ჩამოვიდე და გავაჩერო. აღმოჩნდა რომ ჩემთვის შეიძლება ეს იყოს თვითზრუნვა ცხოვრების განმავლობაში და უნდა შევეშვა ამაზე ნერვიულობას და უბრალოდ ეს მივიღო რომ ჩემი ტვინი 10 ჯერ მეტად წრიულ ფიქრებზე ტრიალებს და ამიტომ ცოტა მჭირდება დახმარება იმისა რომ
ვიფუნქციონირებო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ჩემთვის, მაგრამ ისე თქვა რომ იქ დაბრუნდებოდი რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის რომ მე ვერ მიჭირს გაფილტროა იმისი თუ რა არის პირადი, რომელზედაც ადამიანები არ ილაპარაკებენ და რა, ანუ მე ყველაფერი ვერ ხვდები აი ამ ზღვარს. შესაბამისად Facebook-საც თუ ცხოვრებაშიც თუ რაღაც აი მე არასოდეს არაფრის დამალვა არ შემიძლია, ანუ უნარი ერთ-ერთი რომელიც აუტისტებს არ გვაქვს არის რომ ვერ ვიტყუებით. უბრალოდ ხანდახან მინდა რომ დავისწავლო რომ რაღაცების ჩემთვის შენახვა არ არის ტყუილი და ესეც კი მიჭირს ანუ ჩემთვის არის ყოველდღიური სავარჯიშო და მიჭირს და ანუ უცებ რომ აღმოჩნდი რომ ისე იმის საპირწონეთ რომ ქმარი მომაკითხავს გაკვეთილების შემდეგ ვერ ვიტყოდი რომ გოგოს ხვდების გოგოს ანუ წამოიყვანვინ ანუ გაიღებოდა ეს რაღაც უნდა მეთქვა და უცებ ხვდებოდი რომ უps აი ეს ახლა რო თქვა მახსოვს რომ ერთ-ერთ თანამშრომელს რომ თან დავაუთდი აი ეს ზოგად საუბარში ყავით დგევართ და რაღაცას მეკითხება და მეც ისე ვამბობ casually რომ აი როგორც ლესბოსელი თქო თუ რაღაცა და ამ კაცს აუყდა სიცილი ნერვული ყავა ესხმებოდა ყველა მხარეს და ჩვენ ესე ვითომ არაფერი ვაგრძელებდით საუბარს რომ მე არ ვიმჩნევდი რომ ეს სიცილში იყო გართული. ის ნერვულ სიცილში იყო, ანუ ჩემთვის ეს იყო შეუძლებელი რომ არ ყოფილიყავი აუთ და იქ მე რაღაცა სიმღერის გამოსვლის პერიოდში ისეთი რთული მომენტი დამიდგა შფოთვითი რომ მივხვდი რომ ამაზე მეტი ბარემ ვიშფოთო თქო. ხო და მე ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა არ ვიცოდი თუ წიგთანაც იყო დაკავშირებული. მე მქონდა შთაბეჭდილება რომ ამ სიმღერას ეს რაღაც ფემინისტური მანიფესტი დაო რომელიც 21-ში გამოვიდა, ხო? Majera Minda vumღერო ყველა ქალს ვინც ითმენს მოძალადე ქმარს ვისაც ყოველდღე ესვრიან ქვას ვინც დღეს ვერ იღებს ხმას ჩვენ მუდამ შენთან ვიდგებით დრო დადგა ჩვენი ჟიდები თუ ფიქრობ სტეპი რომ მარტო ხარ ყოველდღე იცოდები რომ არ მიგატოვებენ შენთან ვართ ნებისმიერი დაუდი თახარძელიერი აბას მოყვა ესეთი საჯარო coming out-ი ქართულ სივრცეში ყოველ შემთხვევაში და თუმცა წიგნიც ყოფილა ამ ამბავში გახვეული. არა მე ჩემთვის გეგმაში მქონდა რომ მაინც ოღონდ ესე საფეისბუქოთ თუ გავაკეთებდი არ ფიქრობდი, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ ეხა წავალ შვედეთში შევეყრები ჩემს შფოთვებს, იმიტომ რომ არ ვიყავი დეპრესიაში საფრანგეთში. ეტყობა რაღაცა მოგვარების რეჟიმში რომ ხარ ამ შენი ცხოვრების თუ რაღაცა და გადაწყვეტილება ეგრე იყო რა მიღებული ჩავალ, ჩემს მშობლებს ვეტყვი. დაემთხვა ეს ამბავი და ეს სიმღერა დაემთხვა ასევე მაშინ უკვე აქტიურად მღეროდი, მაგ პერიოდში უფრო აქტიურად მღეროდი, ლაივ კონცერტებს ვაკეთებდი, კოვიდის დროს ონლაინ ლაივ კონცერტებს ვაკეთებდი, ერთხელ თბილისში მქონდა დახურული კონცერტი ლესბოსელებისთვის და ამ კვადრატში დაიწყო ხალხმა ჩემი გაცნობა და აღმოჩნდა რომ რაღაცა ისევე როგორც წიგნებთან დაკავშირებით რაღაც სათქმელი აქაც მქონია, რომელსაც კარიდან ვერ ვიძახოდი და მე მახსოვს რომ სანამ დაო გამოვიდა ალბათ ნეტგაზეთმა თორცდები თხოვა ინტერვიუ და პასუხად რომ გავეცი რომ დედიკომ არიცის თქო მივხვდი რომ ვერ ვიცხოვრებდი ასე ანუ შეუძლებელი იყო ანუ სირცხვილი არ შეიძლება 40 წლის ქალმა იძახო რომ დედიკომ არიცის ანუ აი სირცხვილი ეხა რას ამბობს იმიტომ რომ მე ჩვენს გქონდა ინტერვიუ და მე მგონი ისე მხოლოდ მამის პასუხი იყო ცნობილი მე მგონი არა ესე იყო და დედა ჯერ კიდე მდუმარებაში იყო იმ დროს დედა ისე მდუმარებაშია მაგრამ მე აი ამ ჩამოსვლაზე მგონია რომ აი რაღაც ნაბიჯები მე გადავდი. ანუ არ გინახავთ ერთად. კი, აი ახლა ნახე დედა ჩემი ძალიან შფოთვითი ანუ ანტიდეპრესანტები შევცვალე და ჩემ დაუნებურად ანუ არ არის მაინც და მაინც რაიმე განსაკუთრებული ტრიგერი საჭირო. ერთ დღეს კარგად ვიყავ, ერთ დღეს ცუდად ვიყავ, ანუ ეს ორთვიანი შეგუების პროცესი მქონდა და დღეები მქონდა რომ ძალიან ცუდად ვიყავი. და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რომ ისინი ჩამოდიოდნენ მე ჩემი ჩამოსვლიდან ერთ კვირაში მომიწია ჩემ მშობლებთან შეხვედრა და მეგონა რომ ცოტა უკეთ გავხდები და მე შევხდები თქო, მაგრამ სამწუხაროდ ამის არჩევანი არ დამდგარა ჩემთვის და
იმდენად კარგად არ ვიყავი, რომ ჩემადამ მითხრა, რომ თუ გინდაო გაგიყვანო სახლიდანო და გაგაშორებ ამასო და უცებ მივხვდი, რომ არა მეთქი. მინდა რომ დამინახოს, ანუ პირველი შფოთვითი ანუ ის რაც შენში შფოთავს არის ის რომ ვერ ხედავ შენს იმ ნაწილს, რომელიც შფოთავს და აი იმ ნაწილს უნდა რომ დაინახონ და რა თქმა უნდა ის არის ჩემი ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც უნდა დედა ელემენტარული და ყოველთვის კონფლიქტური ურთიერთობა მქონდა ჩემს მშობლებთან, ეხლაც პოლიტიკურად ისეთ ადგილას დგანან, რომ ძალიან მიჭირს ურთიერთობა და უცებ მივხვდი, რომ აი ასე ვიწექი და ჩემ მიდიოდა და მივხვდი, რომ ვერ გაბედავს ისევ. ანუ მივლი და წრეებს, ჩემ თავს დავპირდი, რომ დავინახავ მეთქი, არა იმას რა მე რაც მინდა, რომ როგორი ჩარჩოთით აი პატარა ვიწრო გაგებით მითხრას, არამედ შევეცდები, რომ მივიყო ის რაც მოდის და მართლაც დავინახე, რომ ინერვიულა, რომ დამინახა. ბებია ჩემიც იქ იყო, ბებია ჩემსაც აქვს ახლა დემენცია, რომელიც წიგში მთავარი გმირია. რომელმაც დაიკავა დედის ადგილი ჩემის აზრით ისე რომ არ უნდა დაიკავებინა მას თვითონ და არ არის ეს ჩემთვის მაინც პოზიტიური ფიგურა ამ მხრივ რომელიც აღრევს აი ამ ცნებებს და ცოტა არღვევა შემოაქვს მთელ ამ თაობიდან თაობაზე გადასულ ქალურ მემკვიდრეობით ტრამვაში. ბებიაჩემ იჯდა, ვერ მხედავდა, იმიტომ რომ დემენცია ჰქონდა და არ ვიცი ხა ვისაც გაიგება რომ განლაგება გაუკეთებია. მე ყოველთვის მინდოდა რომ ეს განლაგება გამეკეთებინა და მე ხო რავი ზოგჯერ კვირაში სამჯერ ხვდები ჩემს თერაპევტს, ანუ ჩემი საყვარელი სპორტი არის თერაპია და ისე არ არის რომ არ ვიცი ხა რაღაცეები, მაგრამ აი განლაგებაში ამას რასაც ხალხი თხოვს უცხო ადამიანებს, მე ფაქტიურად იქ ჩავიტარე. დედაჩემი წრეებს მივლი და ბებიაჩემი იჯდა, ვერ მხედავდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. ორივე ჩემი მშობელი მხედავდა. თავისებურად ცდილობდა რომ რაღაც დაენახა, მე გადავწყვიტე რომ არ ვინერვიულებ რომ ქოცი მშობლები მყავს. მე და მიდიოდა დედაჩემი, ხვდები რომ ვერ მოდის ჩემამდე და მივხვდი რომ აღარ მაინტერესებს არც ჩემი ეგო, არც ჩემი სიამაყე. იმდენად აი ხშირად ძალიან მადლიერი ვარ ჩემი შფოთვების, როცა იმ ადგილას ვარ, ვფიქრობ რომ აი ეხლა ვიცი რომ უნდა გავიარო ყველაზე ღრმა რაღაცაში რა იგივე იყო ჩემი coming out რომ მეთქი ეხლა რომ გამოვიდე ამ შფოთვების მდგომარეობიდან და მე ვიღაცამ ისე ამ შფოთვებში ჩამაგდოს არ შემიძლია მეთქი და იგივე ნაირად გადავაბიჯე ყველაფერს თავიდან რომ მიდიოდა დედაჩემს უთხარი რომ დედა ჩამეხუტე მეთქი და იმ წამსვე მოვიდა ოღონდ ისე უხერხულად რომ თვითონაც არ მინდოდა და ჩავუხტი კალთაში როგორც 2 წლის ბავშვი და საშუალება არ მივეცი. სხვა გარდა იმისა რომ მეხუტა და მეფერა, მეც ვეხუტე, მეც ვეფერე, ვიტირე ბევრი და მივხვდი რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებდა რა სიძახო და რა ამოდიოდა მისი პირიდან, მე მჭირდებოდა ეს სხეულებრივი კონტაქტი. რაც ამოდიოდა მისი პირიდან, და გამახსოვრდა ეს სიტყვები? ვიცი რომ უყვარ ვარ. აი ხა მამეტირება, ეხლა ცოტა ვიფიქრო ამაზე, მაგრამ აი ეს რასაც ეს ბავშვი წიგნის გმირი ეძებს, და ამ წიგნის ფოს იძახის ხო, ესე მთავრდება, რომ ხიდზე ვარ, არ გადავსულ ვარ, არ ვიცი საით არის ეს ამბავი, მაგრამ პროცესი არის. აი ამ თვით სიყვარულის გზაზე რომ შეხვდე ამ ხიდზე იმ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ვერ გხვდებიან, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ ის პრივილეგია, რაც შენ გაქვს და მე მგონია რომ მე ძალიან დიდი პრივილეგია მაქვს იმისა რომ ის განათლება მომცა ჩემმა მშობლებმა რაც მქონდა, მომცა იმ გარემომ რაც მქონდა, მომცა ჩემმა სურვილმა წავსულიყავი საქართველოდან მესწავლა და შევხვედროდი მქონდა რა თქმა უნდა ის ღიაობა რომ მიმეღო ეს კულტურა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიდის საზღვარგარეთ და ვერაფერს ვერ იღებს, მაგრამ ქონდა იმისი პრივილეგია რომ კვირაში 3ჯერ თერაპიაზე მევლო და ეს მეთხარა და გამეყარა თვალში ყველა ჩემი ხორთლაღისთვის ამ წიგნის არ იყოს, მაგრამ დედაჩემს ამისი საშუალება არ ჰქონია. არასოდეს არ ჰქონია ამისი არც დრო, არც პრივილეგია, 90-იან წლებში პულზე ფიქრობდა და კიბოთი ძიმე სენით დაავადებულ დედამთილს უვლიდა. 29-30 წლის იყო დედაჩემი, როდესაც ექთნის მოვალებას ასრულებდა ფაქტიურად ძალიან მძიმე ავადმყოფთან. და ამ დროს 3 შვილი და შესაძლოა ამ თაობის ადამიანებს, მათ შორის ალბათ სამწუხაროდ ყველა ქოცსაც არ აქვთ ის
იმ სიტყვათა მარაგი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. და მე ყოველ შემთხვევაში დღეს მართლა მჭირდება როგორმე აღვადგინო კავშირი დედაჩემთან და მე მივხვდი რომ ჩემი კავშირი როგორც ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი სხეული. ანუ კალთაში მინდა ჩაუზედე და გადავწყვიტე რომ არა შეიძლება საჭირო რომ ყოველდღიური ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ დედაჩემს რომ ნახა უნდა ვეტაკო და კალთაში უნდა ჩავუჯდე. არ ვერაფერს ვეღარ უარს ხوار მეტყვის. და შვება მოგიტანა ამ ჩახუტება? კი, მე მგონი რომ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა შვება მომიტანა, მაგრამ როგორც განლაგებაში ხდება, როდესაც ის არ უთქვამთ შენთვის რაც გინდა რომ გითხრან, მიყვარხარ. მოთხოვო იმ ადამიანებს წარმოიდგინე რომ მოდი ვითომ ბებია ჩემი ხარ ხა და მოდი ვითომ დედა ჩემი ხარ და ეს მითხარი და ეს შეიძლება გითხრას უცნობმა ადამიანმა და თელს ფსიქეზე გქონდეს ამას გავლენა. მე ავიღე დავდგი პირდაპირ ჩემ მშობლებს ვთხოვე, ბებია ჩემი გვერდით იჯდა და ვერ მხედავდა და დედა მხედავდა. ანუ დამინახა და ჩამეხუტა და შესაძლოა არ ამოდის მამაჩემიც მოვიდა და ის რა ქვია ახლა რაღაცა ისე კი არა მაგრამ ხო იცი რომ შენს გვერდით ავართ და ანუ არ არის ეს ჩვენს კულტურაში ჩემი ოჯახის კულტურაში ეს არ არის რომ სიტყვებით გამოთქვა როგორ მიყვარხარ ან ბებია ჩემი ამბობდა ამას ბები როგორც კლასიკურად ხო ბებიები შვილიშვილებთან უფრო ამსხრევენ ამ ბარიერს ვიდრე საკუთარ შვილებთან ხო და დედამ რა თქმა მე იცი ხო არ უთხრა მაგალითად შენ და მამას ვინმეს ვინც გითხრა რომ რა დარჩა ამ შეხვედრიდან არა მაგრამ მომიკითხა რაც ძალიან დიდი მამა ჩემა ლიტერა მომილოცა რატო ღირს პრემისაღები ხო მამა ჩემა ლიტერა მომილოცა და რა თქვა ამაყივა რომ გილოცავ მამაო ლიტერასო და იმედია ფული მოყვება. ანუ მე როცა ხელოვნების ამბავი დავიწყე, სულ მაგას სიძახოდა მამა ჩემი რომ ახლა მაგბოდიალს იმედია მოყვება, მაგას უნდა ფულით. ხო, ანუ თავისებურად მითხრა რომ ვიცი რომ სახლში გადმოიღო წიგნი, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა შეცვლილი. ეს პირდაპირ არ არის ეს კავშირი, მაგრამ რაღაცები არის და მე მგონია რომ დედაჩემი წარმოადგენს ალბათ შენი როგორც ესეთი შენ არა მაგრამ ძალიან კრებით ქალს რომელიც უმკლავდება საკუთარ შფოთვებს და აი რა ვიცი მაღლა თუ რამე არსებობს ამან იცის ვიცი რა არის შფოთვა და დედაჩემი არსობს ანტიდეპრესანტებს და არ დადის თერაპიაზე კვირაში 3 ჯერ არ ყავს და რომელიც ეუბნება რომ მოდი მე გადაგიხდი მაგ თერაპიას იმიტომ რომ გჭირდება ანუ აი ეს ზრუნვის ჯაჭვი მე რისი პრივილეგიაზეც ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდი მას არ ჰქონია შესაბამისად შფოთვებს უმკლავდება შეჩურთვით და გადაფარებით როგორც იტყვიან ფიანდაზის ქვეშ შემოგდებით და ამიტომ საჭიროა მგონი დავინახო მე ალბათ ჩვენს კრებით მაშვილებმა დავინახოთ მათი მხრიდან სიყვარულის გამოხატვის ის სხვა ფორმები თავისებურებები რომლებიც არის უდაოდ და არ გამოხატავენ ეს ადამიანები იმ ფორმით და უბრალოდ ალბათ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გამოვხატოთ ამ ფორმით რომ ჩავწყვიტოთ რაღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ну მარტივი არ არის, მაგრამ არ შეუძლებელია როგორც გაირკვა. და ეს წიგნი ხوارიან ავტორები, რომლებიც ამბობენ და ძალიან ეწინააღმდეგებიან იმას, რომ გმირი, რომელიც აქ არის, შეიძლება გეგონოთ რომ მე ვარ, მაგრამ მე არ ვარ ეს რაღაც შემოქმედებითი პროცესის ნაყოფია, ხო? ამ შემთხვევაში მე მგონი პირიქით ის შემთხვევა, როცა გმირი ნამდვილად შეხარ და გინდა რომ გმირში დაგინახონ და ეს გმირი ყვება იმას, რაც მანამდე შენ როგორც ადამიანს არ მოგიყოლია, ხო და რაღაც ეხა რო ლაპარაკობდი ვიფიქრე რომ მგონი არის მცდელობა რომ იქნებ ესე კალთაში ჩახტომის გარეშე მიმიღოს დედამ ოჯახმა თვითონ ჩამიხუტოს, ხო? ანუ გარე სამყაროსთვის რაღაცის ახსნის მცდელობა, რომ ესე სათითაოდ არიარო და არ ითხოვო ჩახუტება და ეგრეა? წიგნი არის ავტოფიქცია. ამას მე როგორც შენ ამბობ, ანუ ძალიან ამაყად ავტოფიქცია არის და რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟს ყავს პერსონაჟების ნაზავი, რომელიც ერთი შეიძლება უფრო მეტად არის გამოკვეთილი ვიდრე სხვები. ყველა ამბავი მართალია, მაგრამ ყველა იმ პერსონაჟებს არ შეხებიათ ან ჩემს პერსონაჟს არ გადახდენია.
ფიქცია, იმიტომ არის რომ მე მგონია რომ ჩემი დღიურები არ არის საინტერესო და ყველას ვაფრთხილებთ და დღემდე გეუბნებით რომ არავინ ჩემს დღიურებს მე რომ რამე მომივიდეს ხელი არ ახლოს დაწვით. იმიტომ რომ არავითარი ინტერესი ჩემის აზრით იმას რომ შენი ბიოგრაფია მოყვე არ გააჩნია. ჩემ დღიურებს გააჩნია ჩემი თვით მკურნალობის, რეფლექსიის, რავი, 1000 ფუნქცია. მე არ მგონია რომ როგორც მკითხველისთვის ეს საინტერესო იყოს. მკითხველთან და მიიტანო ის, რასაც აქვს რაღაც მიზანი. თუმცა არსებობენ ავტორები, რომლების დღიურებიც კარგია. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის დღიურები, რომელიც სრულიად არასაბავშვო ტექსტია, მაგრამ კარგად იკითხება. მე გარწმუნებთ, რომ ჩემი დღიურები არაფერ არ ვარგა. დავიჯერებთ. მე არ მithქვამს, რომ ასტრიდ ლინდგრენი ხარ. არა, მაგრამ იმისი თქმა მინდა, რომ ანუ უფრო იმის გაყოფა მინდა, რომ ვთქვათ, ამბავი, რა თქმა უნდა, ბიოგრაფიული ნაწილები არის მისი სინამდვილის ნაწილი, მაგრამ ლიტერატურა მაგრამ არის ლიტერატურა, ეს არ არის ბიოგრაფია, იმიტომ რომ ეს სხვა ჟანრია და მაშინ უნდა დაიცვა რაღაც სიმართლე და ვაფშე არ არის დაცული რაღაც სიმართლეები. პირიქით, ბევრი ისტორია საერთოდ გამოგონილია. ბევრი ისტორია იქ იმიტომ არის რომ მინდოდა რომ ის ისე ყოფილიყო და არ იყო. ერთ-ერთ თავზე ვერც კი მოვიფიქრე რომელი ვერსია მერჩივნა და ბოლოში გადავწყვიტე რომ დავწერი ვერსიას რაც მინდა რომ ყოფილიყო და მე მკითხოს ვეტყვი რომ ეს არ მომხდარა ეს ამბავი. იმიტომ რომ ლიტერატურაში შეიძლება ყველანაირი ფუნქცია ქონდეს, ხო? შეიძლება ქონდეს პირველი ჩემთვის იყო რომ ჩემი თავისთვის დავწერე. მე მჭირდებოდა ჩემი ფიქრების დასაწურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ რომ აუტისტი ვარ. რაღაცა გაუჩერებელი სისწრაფით მუშავს ჩემი ტვინი. ფურცელზე დაწერა, მე არც მგონია რომ ორალურად კარგი ვარ, იმიტომ რომ მივედმოვედები და ვერ ვიჭერ ლოგიკას და ფურცელზე მეხმარება დაწურვაში, რომ გავიგო და არის ისეთი არ ვიცი რა დავარქვა. ხო და რის გაგებას ცდილობ? შენ რა გინდა? თუ გარე სამყაროს რა უნდა შენ? არა, მე პირველ რიგში ანუ მე აი მაგათად არის ასეთი თავი საქათმე, რომელიც დაიწერა მეორე თუ მესამე დრაფტზე. წიგნი უკვე დაწერილი იყო, ამბავი დაწერილი იყო და ამბავში რომ ამბავს უნდა გადაიქცეს გამჭვირვალედ, ფაბულად უკვე იქ იყო და სანამ ეს თავი არ დავწერე, მე ვერ მივხვდი რა შემჭირდებოდა გამჭვირვალეობა. ანუ მე მეგონა რომ რაღაცა ვაიმე რა cool არის რომ გავქრები და ისე და არა, ანუ გამქრალი ვართ ქვიარები ისედაც და ჩემთვის ამას იმხელა ეფექტი ქონდა რომ ამ მედიუმის გარეშე ჩემამდე ეს ჩემი საკუთარი სიმართლე არ მოდიოდა ის რაც მე შევქმენი ჩემი საკუთარი საქათმე ჩემი საკუთარი გამჭვირვალე მოსასხამი ჩემი საკუთარი კარადა რომელშიც შევძვერი და დავკეტე რომელიც დღეს ისევ ამოდის ყოველ ჯერზე როდესაც მივხვდეთ რომ ეს საჯაროდ ვარაუთ ვინმე მეკითხება და ხვდები რომ ადამიანმა არ იცის რომ ლესბოსელი ვარ იმავე სირცხულში იმავე კარადაში იმავე უჯრაში ვბრუნდები იმ წამსვე აი ეს თუ რაში მჭირდებოდა ან სახლიდან გაქცევა ან გაქრობა ან მე უკვე დაბრუნება ციგნების და სიმღერების სანამ არ მივეცი შემთავს ის ოთახი რომ შეგხვდები აი ამ ჩემს ნაწილს არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი inner child-ი არის თუ ჩემი მწერალი self-ი არის თუ ჩემი მომღერალი ნაწილი არის თუ ხელოვანი თუ სუპერსტარი რომელთაც დაიბადე აჭირებული სუპერ ეკონომიურად მაგრამ სულიერად დიდარი ანუ ეს არ მოხდებოდა რომ არ ყოფილიყავი აუთ და რომ არ მეწერა და მე მაქვს აი რაღაც სპირიტუალობის შეგრძნება რომელსაც ხან სავსე მთვარის ვარქმევ და ხან ღმერთს და ხან ზემოთ ვინმეს არ ვიცი სამყაროს ხშირად რომელიც ყოველთვის აი ამ რაღაც საშუალებებით მელაპარაკება წერის საშუალებით ამ წიგნის საშუალებით ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ყოველთვის არ იყოს ყველა წიგნის მიზეზი მაგრამ ამ წიგნის საშუალებით ეს იყო ჩემი მედიუმი შევხედროდი ჩემს ისეთ მიჩქმალურ ნაწილებს რომლებსაც სხვანაირად ვერ შეხვდებოდი ეს იყო ძალიან მძიმე იმიტომ რომ ამ საქათმის თავი რომ დავწერე გაუჩერებლივ ტიროდი ვერ ვჩერდებოდი დინარე მოდიოდა და ვფიქრობდი საცოდაო ჩემო თავო ანუ რას ვთხოვ იმას რა ქვია სამყაროს რომ გადმომიგდე გამჭვირვალე მოსასხამი რომ გავქრე და ლიტერატურა ჩემთვის ზოგადად ეს არის მე ასეთ ლიტერატურა მიყვარს
არ არსებობ ლიტერატურაში, არ არსებობ. ამიტომ მინდოდა რომ პირველ რიგში აი ჩემს იმ პატარა ნახევრად არაბინარულ, ნახევრად queer lesbosel არ ვიცი ამ პატარა ბავშვს რომელსაც არ აქვს შეგრძნება იმისა თუ ვინ არის იმ ჩარჩოებში რომელსაც გონია რომ ულვაშები უნდა გაიკეთოს იმისათვის რომ გოგოებთან ხო ოღონდ ეს ის ულვაშები მაინც არ არის სიგნალად წავიკითხოთ კეთგულდასმით მაგრამ ჩემი არსებობისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი და მგონია იმ უკავშირისგან რომელიც მაქვს ზოგადად მნიშვნელოვანი მგონია რომ ის რაც არ არსებობს ლიტერატურაში არსად არ არსებობს კინოში მერე და მერე მუსიკაში და ასე შემდეგ. და ეხლა ვიკითხავ მკითხავს, რომელსაც ხშირად შოვმან ხოლმე, რომ აი რა მნიშვნელობა აქვს ხა დაწერე წიგნი იმღერე და რატო გვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ თელეს ნახევარი საათი მე მგონი ამდენი ხანია ვლაპარაკობ და იმაზე ვლაპარაკობ, როგორი მნიშვნელოვანია შენი იდენტობა და ისე მიგიყონ, როგორათაც თავს აღიქვამდა, როგორი სოციალური ცხოვრებაც გაქვს და რაშიც დიდხანს ერკვეოდი. ხო ამბობენ ხოლმე, რომ აი იყავი მე გინდა ლესბოსელი ხალი ხარ და გინდა არ ვიცი რაც ხარ ის და რატომ ახვევა ამას თავზე, ხო? აი ვინაიდან ეს შემთხვევა გვაქვს, როცა ლესბოსელი ხალიც ხარ, თავზეც გვახვევ და ალბათ ეს კითხვაც ბევრჯერ მოგისმენია, ხო? რა პასუხი გაქვს ამ ხალხისთვის იმ ყველაფრის გარდა, რაც უკვე ვილაპარაკეთ. აი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ გკითხონ და უბრალოდ მოგისმინონ, ან გაიგონ, რომ კი ბატონო ეს წიგნი თუ ეს სიმღერა ეკუთვნის ღიად ლესბოსელ ხალხს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მის შესახებ იცოდენ არა მხოლოდ მისი გვარი და სახელი, არამედ ის რომ ეს არის ღიად ლესბოსელი ხალი. მადლობა ამ კითხვისთვის. იმიტომ რომ მე ხო არ ვამბობ რომ მე ვარ რაღაცა ჟურნალისტი, რომელიც ვარ, არ ვიცი, ღიად ჰეტეროსექსუალი ხალი თუ რაღაცა სხვა. ანუ აი რატო აღნიშნავ ამას? ეხლა შაბლონებს არ გეტყვი, რომელიც დაგვიანებული ვარ, რომ ვიცი, იმიტომ რომ ცხადზე უცხად ისე რომ შენ რომ იტყვი რომ მომაკითხა, არ გჭირდება რომ თავი გაიმართლო. არავინ არ შემოგხედავს, არავინ არ დაფიქრდება სამსახურიდან ხوار გაგაგდოს. მაგალითად, ანუ ეს პრივილეგია მართლა ძალიან მკვეთრად ვიგრძენი. იქაც კი საფრანგეთში სადაც ცხოვრობდი, იმ სამასწავლებლოში, რომელშიც მემარცხენეები არიან და ვითომ ლიბერალური აზროვნების ადამიანები. განსხვავება ქმრიანსა და ქმრიან ქალსა და ლესბოსელ ქალს შორის, იმიტომ რომ სწორედ იმიტომ, რომ ვართ კარადაში. თორემ ჩვენ რომ გვიღებდნენ ისე რომ არც არაფერი არ არის, არც მე დამჭირდებოდა და არც სხვებსაც არ დამჭირდებოდა, ხო? ამ ადამიანებს ვეტყვი იმას, რასაც ძალიან მგონია რომ ყველაფერი თქვი ჩემს coming out-ის პოსტში, მაგრამ გავიმეორდები. 3 წელი გავიდა მაგის მე. 3 წელი გავიდა ამის მეტი. გავიმეორებ სიამოვნებით, არ დავიღლები ამის გამეორებით, განსაკუთრებით 3 წლიანი შფოთვების თავზე. ოღონდ ადამიანები queer ადამიანები ეს იქნება queer-ი სექსუალობა თუ გენდერულად queer ადამიანები. რატომღაც მენტალური ჯანმრთელობის მხრივ სტატისტიკურად აქვს ბევრად მაღალი მონაცემები, რომ they suffer from it, წვალობენ ამის. ანუ ტანჯვა, ეს არის ტანჯვა. ეს არის რეალური მათემატიკური სტატისტიკური ტანჯვა. რომელზე იქნება ვიღაცა თქვას, რომ უფრო ხშირად ამოწმებენ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. უფრო მეტად ზრუნავენ. თერაპიაზე უფრო ხშირად დადიან. ვიდრე არ ვიცი დედა მაგალითად, რომელიც სამშვილდს ულიდა. მე მგონი რომ სრულიად თაობათა შორის განსხვავება არ ამგონია რომ რაიმე კავშირი ქონდეს იდენტობას. აი ეხა ნეტა ეგრე არ არის, რომ queer-ებს მეტი სერვისი აქვთ, რომელიც ეუბნება, რომ ვერაფერ პრობლემას ვერ გიგვარებ, მაგრამ აი თერაპიაზე თუ კიდე ჩაგწე. აი მე მაგალითად ეხა ვიყავ ჩემთან ერთად, რომლის მზრუნველობაც, მხარდაჭერაც არასოდეს არ მომკლებია და ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. ჩემი მშობლების პირველ რიგში ჩემი დები მაჩუკეს. მაგრამ ის არის რა ქვია რაღაცა queer წრეებში გამომყვა რამოდენიმე ადგილას და ერთი მომენტი ვეძებდი ჩემს ანტიდეპრესანტს დოზების შესვლა მომიწია და მოგეთ იმ რაოდენობისა ვერ ჩამოვიტანე რამდენი ჭირდებოდა და ჩვენ ეს queer-ები ვიჯექით და შენ იმაზე ხარ, შენ ამ მოლეკულაზე ხარ, მე იმ მოლეკულაზე ვარ. ყველა რაღაცაზე ვართ, ანუ გაეცინა ეთუნას და მეც ვთქვა რომ აი welcome to queer life. I mean ჭირდება, ანუ სხვანაირად ვერ ფუნქციონირებ, უფრო ძნელად ფუნქციონირებ. სამწუხაროდ
სამწუხაროდ ძალიან ფატალურ შედეგებამდე მიდის ზოგიერთი ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიშად მაღალი მათემატიკა გვაქვს. ამას არ არის ეს ლაპარაკი, შენ რას ფიქრობ გენდერზე და მე რას ვფიქრობ გენდერზე. მათემატიკა არის ელემენტარული. ამაზე ვფრაზობ, როდესაც იტყვენ კაცები, ქალებიც კი კლავენ კაცებს, ანუ მათემატიკა ვერ გეთანხმებათ კრებსით ამ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება თუ არ გვჭირდება დაუთება, 35 წელი ვიყავი კარადაში და 100 წიგნი მქონდა დაწერილი და ქავერებს ვმღეროდი. ხო და ნუ ვიღაცას უნდა ჩემი სიმღერის მოსმენა, ვიღაცასთვის, ქვიარი ადამიანისთვის მინდა ვიყო ქვიარი ლელა წურწუმია. და უმღერო ქალო გამოდი მიყვარხარ და იმანაც მინდა რომ წაიღიღინოს რა და ანუ ვინახარ შენ რომ მე მეუბნები რომ ეს არ უნდა ვთქვა. აქ არ არის ლაპარაკი, როდესაც გეუბნებიან თავს მახოს გეუბნებიან ზოგადად იმაზე, რასაც ნებისმიერი სისჰეტერ ადამიანი ყოველ ყოველ წამში აკეთებს თუნდაც ისევ მაგალითს დაუბრუნდები რომ ქმარმა მომაკითხა და რომელსაც არ სჭირდება კონტექსტი, არ სჭირდება პოლიტიკა და არავინ არ ეუბნება ნუ მახმევ თავზეო. მე ეს მჭირდება ყოველ დღე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიმართლა და ჩემი ყველაზე ახლობელი ნათესავების უმეტესობა ისევ მელაპარაკება. ამის თქმაც კი რომ მიწევს ხომ სასაცილო არა რომ და თქვა რომ გამარჯობას მეუბნებიან ან ისევ მელაპარაკებიან როგორც მელაპარაკებოდნენ. არის ნაწილი განსაკუთრებით ნოღაიდელების და ამიტომ დავაწერე ნოღაიდელი წიგნს. იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ აი ფსევდონიმით გამოცემაზე? მე წერდი ფსევდონიმით, მერიდია სამიძის ფსევდონიმით წლები. იმიტომ რომ ვერ გამოვდიოდი კარადიდან და მამაჩემ მშობლებმა პირველი ის კი არ თქვეს რომ რატო ხარ ლესბოსელიო? რატო თქვიო? და მე მგონია რომ ამაზე დიდი საწამლავი არაფერი არ არის. ეს იმ ოჯახში სადაც მამაჩემის ბაბუა იყო მუსულმანი იმამი, რომელიც რაღაც მომენტში ვეღარ ამბობდა წვერის შეჭრა მოუხდა, ბისმილას ლოგინში მეუბნებოდა და პირველი ობიექტი, რაც კარადაში გამოწვეული ჩემს წიგნში არის ყურანი და არა ქვიარი ადამიანი, იმიტომ რომ აი ეს რომ გეუბნებიან რომ დაიმალე არ თქვა, არის ყველაზე დიდი საწამლავი, რომელიც შეიძლება ადამიანს გამოუწერო, უნდა დაასწავლო ესე იგი რომ სამარცხვინო ხარ და ეს სირცხვილი მეც კი, რომელიც ჩემზე აუთმე მგონი არავინ არ არის საქართველოში. როდესაც ხვდები, რა ვიცი, დეიდა ჩემის ქმარს და მეკითხება მარტო ცხოვრობო, ვიბნევი. წითლდები და ვერ ვაუთდები იქ, ანუ იმიტომაც ესე ღიად დავაუთდი, რომ შემე აღარ მჭირდებოდეს ყოველ დღე ვიღაცას გამარჯობა თქვი არის ვარ, იმიტომ რომ ქმარს როდის ნახავ, ან როდის ხოვდები. ცხვირში ეს რატო გიკეთია, ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ ვარ აუთარებებია ჩემი და რომელთანაც არ ვაპირებ რომ ვიყო აუთი. რომელსაც აქვს დემენცია. რომელსაც აქვს დემენცია. სავარაუდოდ დავიწყდება და ცხრაჯერ უნდა დავაუთდე. კი, შრომადევადი საქმეა. ხო, მაგრამ არ მაქვს იმისი ენერგია, რომ ერთი წამითაც მაინც ეს ჭვის ქვეშ დავაყენო, ბებია ჩემის ჩემი და მის სიყვარული არის დამოკიდებული რამეზე, რა თქმა უნდა, მით უფრო ორიენტაცია. ხო, მაგრამ რაზე დავფიქრდი, იცი, აი ყურანის კარადაში გამოკეტილ ყურანზე. ეს მალოა და რატო ამბობ თუ რაღაცის. არა, ეჭვიც არ მეპარება, ზოგს ხატი ქონდა მაგ დროს კარადაში, ზოგს ყურანი და ზოგს არ ვიცი რაღაცა სხვა, მაგრამ თუ კი ამ საზოგადოების კულტურის ნაწილია და ალბათ საბჭოთა კავშირის დროს კიდე ამ კულტურას წყალი დაესხა და აყვავდა, ხო, რომ რაღაცეებს უმალავთ და რაღაცეები პრობლემები გვაქვს, რომელზეც არ ულაპარაკობთ. ეს არ გაძლევს ხო ეს მოცემულობა შვებას რომ შენ არა მხოლოდ იმიტომ შეიძლება არა იმიტომ რომ როგორც ლესბოსელი ქალი მიუღებელი ხარ უბრალოდ ჩვენ განსხვავებულობებს არ ვაღიარებთ არც მუსულმანს არც შეზღუდული შესაძლებლობის ხო არც ყრუშვილს არც რაღაცა უნდა შეზღუდულ ბავშვს ასე შემდეგ და საერთო სქემის ნაწილი ხარ ანუ მარტო შენთან კი არ გვაქვს პრობლემა როგორც ქვიარ ადამიანთან ჩვენ უბრალოდ უმრავლესობიდან გადახვევა არ მოგწონს ეს არ არის ხო არანაირი დუგეში არა შვება რა თქმა უნდა შვება კი არა შეურაცხყოფელია სასოწარკვეთამდე მიდიხარ როდესაც ფიქრობ რომ ანუ რა თქმა უნდა
ავტოფიქციას იმიტომ შორდება ჩემი წიგნი, რომ ჩემის აზრით არის მკითხველი, რომელიც დაინახავს ამ პარალელს. რომ იყო აჭარელი, რომ არ ხარ თათარი, რომ აჭარელებს გადაარქვეს სახელები, დაარქვეს ქართული სახელები. კი, მე ისიც მახსოვს მასობრივი ნათლობის სცენები. ნათლობის სცენები და ეს წიგნი არ მიდის იქამდე, იმიტომ რომ ცოტა უფრო ადრინდელ პერიოდს ეხება, მაგრამ აი ამ პარალელის დანახვას და ლოგიკურ აზროვნებას თუ არ ვისწავლით როგორც საზოგადოება, მე მგონი რომ წინ ვერ წავალთ და იმედია რომ პატარა აგური მერნის პატარა ბალანი დავდე, არ ვიცი, მაგრამ ნახოთ, მაგრამ ამიტომ არ არის, ეს არის მეტაფორა ქვია რომ ამ შემთხვევაში, რომელიც არის ამოზრდილი იმ პატარა ლოკალური კონტექსტიდან და ამიტომ მე არ მგონია რომ ეს იყოს მარტო ან რა თქმა უნდა აჭარული დიალექტის გადათარგმნა ძალიან რთული იქნება, მაგრამ სხვა მხრივ ეს არის უმცირესობათა მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულების სამწუხარო რეალობა, წრე, რომლიდანაც იმედია რომ ოდნავ წინ მივდივართ როგორც კაცობრიობა, მაგრამ ხედავთ ყველგან რა შფოთვებში მთელი სამყარო გენდერის გამო მაგალითად და ვართ ახალი გენდერი ქართული კანონმდებლობიდან მოგეხსენება ამოიღეს. ამიტომაც აღარ ვარსებობთ გენდერი. და აი კითხვა იმის შესახებ ცხოვრებაზე ვილაპარაკოთ თუ წიგნებსა და მუსიკაზე თქო, პრინციპში გრძელდება ეგრე, რომ ახლა ამ ცხოვრებაში, რომელიც გვაქვს საქართველოში 2025 წლის რა თქმა უნდა ნოემბერში, მაგალითად ეს ინტერვიუ ღიად ლესბოსელ ქალთან შეიძლება იმ კანონით, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო გაზაფხულზე ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათი LGBT პროპაგანდისგან დასაცავად, როგორც ამბობდნენ, ამ კანონის სახელით შეიძლება ერთ დღესაც მიიჩნიონ კანონ დარღვევად, თუ არ ვიცი, კანონ დარღვევის საგნად და დაუქვემდებარონ ცენზურას, ხო? ნუ გენდერი უკვე ამოიღეს, ეგ უკვე გავლილია ჯერჯერობით წიგნებზე ცენზურის მაგალითები არ გვაქვს, თუმცა როცა ამ კანონს იღებდნენ, სიაც კი შევადგინეთ, რამდენად ფართოა იმ წიგნების სია, რომელიც შეიძლება ამ კანონის სამიზნე გახდეს, ხო? და ნუ ძალიან ბევრი ფიქრიც არ დაგჭირებია, რუსეთში მოქმედებს გავსი კანონი და ეს სიებიც არსებობს და წიგნებიც, რომლის მთელი გვერდებიც შავად არის დაშტრიხული, იმიტომ რომ იქ რაღაც კანონს საწინააღმდეგო წერია, ხო? როცა წერდი ამ წიგნს მართალია უფრო ადრე დაიწყე ბევრად ეს რეალობა ჯერ ესეთი არ იყო გენდერი მაგალითად გვეწერა ხო კანონებში ფიქრობდი მაგაზე რომ შეიძლება ეს იყოს ტექსტი რომელიც არა მაინც საზოგადოებრივ აზრს მაგრამ რამე სხვა ბიუროკრატიულ ბარიერებს წააწყდეს მე მგონი გამოცემის დროს უკვე ეს კანონი განიხილებოდა მაინც თუ კი არ მოქმედებდა პრინციპში მე რაღაც მომენტში შფოთვა შემეპარა და კითხე გამოცემას რომ ეს კანონი გამოდის და ხორაფერი იცვლება თქო და ძალიან დიდი გამბედაობაა სულაკაურის მხრიდანაც და ლიტერატურის მხრიდანაც ჩემთვის რა თქმა უნდა როგორც წერლისთვის აღიარება ძალიან დიდი ხო და აი მაგაზე გიფიქრია რომ შეიძლება ეს წიგნი ცენზურის სამიზნე გახდეს? მიფიქრია. ან შენი ინტერვიუები, ან პოდკასტები. კი, მიფიქრია. და რა ხდება მე? არ ვიცი, ანუ მე ჯერ ერთი ადამიანები ანუ როგორ თქვა? იმხელა შრომა ჩავდე ამ წიგნში. შრომის ჩავდებლად კარგი წიგნს ვერ დაწერ. რომელშიც მე მონეტარულად ვერაფერს ვერ ავიღებ, ანუ დავწერ, სულ მეკითხება რატო არ წერ ინგლისურად და ვაიმე არ მეწერნიება და არ მგონია რომ ისე კარგად ვწერდი ინგლისურად როგორადაც ვფლობ ქართულ ენას. ხო და ქართულ ენაზე რაღაცა წიგნი დამიწერია, რომელსაც აი ნაინოღაიდელი რომ დავაწერ იქიდან და ვისაც არ უნდა არ მინდა რომ ცოტა რადიო თავისუფლების ჩემი გადაიცა. ჩემი ბულგარული ენა რომელიც ძალიან მიყვარს გამოიყენე და ტუსტავად. მაკოცონ მართლა ანუ მე დავმალო რომ ნოღაიდელი ვარ ან წიგნი არ დავწერო და თუ მანდ მივდივართ ვიცოდეთ, ანუ გამოვიდეს და ვნახოთ, ანუ გავიგოთ, ანუ გაგვაკებინეთ თუ მანდავართ ვართ, უკვე ფაქტიურად გადაავსეს ციხეები კრიმინალი ხელოვანი ხალხით და შეიძლება რომ ეს მოხდეს და ნუ მაშინ რა ვიცი დონ კიხოტეც ტყუილა დაუწერია საცოდო სერვანტეს რომ დავწვათ, გამოვიღოთ და ანუ მე ერთ-ერთი რატომაც მგონია რომ
უნდა შევეშვა ჩემ თავს რომ ვეკითხებოდე, არც კი უნდა მივცე ჩემ თავს უფლება რომ ვეკითხებოდე, წერო არ წერო, ვიმღერო არ ვიმღერო, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და რომელსაც ისე ვერ მომწუდებიან, როგორც მიწუდებიან ნებისმიერ ქვიარს და როგორც 99% ჩემი ქვიარი მეგობრებისა, არც ერთის მშობელმა არ იცის რომ ქვიარები არიან. ხო და მე ვერ გავჩუმდები, იმიტომ რომ მაქვს, ამიტომაც მე და ნათია გვიანიშვილი ვაკეთებთ ღვინო დუდუკი ქალები პოდკასტსაც. შესანიშნავი პოდკასტია. დიდი მადლობა. რეკომენდაცია. დიდი მადლობა. ვამბობ, იმიტომ რომ მოგვისმინეთ, იმიტომ რომ მე და ნათია სულ ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი, ანუ ვერ მუშაობის პერიოდების მიხედვით ისეთი რიტმით ვერ წერთ, როგორც საჭიროა. ხო, მაგრამ აი ჩვენ რომ არ ჩავწეროთ ეგ ჩვენ რომ იმ ბავშვები გწერენ ხოლმე, აი პატარა ქვიარა ბაღნები გწერენ, რომ მადლობა. აბარა ესეთი პოდკასტი რო ყოფილიყო თქვენ როცა ბავშვები იყავით, ალბათ თქვენთვისაც შვება იქნება. აბარა და ამიტომ ჩვენ მე და სულ ვიძახით რომ რა ვიცი ხა ვის რატო ჩვენი მოსმენა და მე ვფიქრობთ რომ არა, ანუ მე ამომეღება ხმა და როგორ გავჩუმდე. მე არ მეშინია გავალ ქუჩაში და რაღაცა ქვას მესვრის. მეშინია როცა ჩემცოლთან ერთად ვიყავით ჩამოსული გასულ წელს და კიდევ ერთხელ ანუ ფილტრი რო არ გამაშინდა ვერ ხვდები და მივხვდი რომ ხელი რო ჩავკიდე ქუჩაში დავფიქრდი რომ უპს ეხლა ვინმე რამე არ მესროლოს, არ მინდა რომ ვინმე რამე მესროლოს მართლა და მე მოვა ვიღაცა იმავე საღამოს და გეტყვის რომ კარგი ეხლა აღარა ვარ ჩვენ ისე ჩვენ არა ვართ ეხლა თქვენსავით ისე და ჩემს გვერდით ანუ წყვილი ერთმანეთს კოცნის ხელი აქვს გადახოვული ამ ყვავილები მისა რომელსაც მე მიკრძალავ რომ ვქნა ელემენტარული რამ ელემენტარული და შიშით უნდა ვიცხოვრო რომ ვინმე მქვა არ მესროლოს და არ მინდა ამ შიში ცხოვრება, არ ვცხოვრობ, მაქვს პრივილეგია, მქონდეს ეს არჩევანი, რომ არ ვარ საქართველოში დასაბრუნებელი, მადლობა ღმერთს, სამწუხაროდ. პირდაპირ გეუბნები, ჩემცოლ მეკითხება ხოლმე, იმიტომ რომ საფრანგეთის მოქალაქეობა ხო მაქვს და შვედეთში ხო ცხოვრობ და ქართველი ხო არ, დომხალში ხო არ და სულ მეუბნება რომ დაბერდებითო, აი საფრანგეთში წასვა გინდა თუ საქართველოშიო და მეთქი საქართველოში თუ გინდა შენ წადი, მაგრამ მე არ მივდივარ, ანუ მე მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება ვიყო ბებერი ბუჩი ქალი სოფელში, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ მაინტერესებს, კარტოფილი მინდა დავრგო და ამოვთხარო და შევწვა. და ეს ახლა მიუღწეველი მომავალი ჩანს ცხოვრების ამ ეტაპზე 41 წლის ასაკში. მე მგონია რომ კესარიას რომ თავის სახლში კლავს კაცი, ისე სასტიკად როგორც კლავს, არ მინდა რომ მომკლას ვიღაც იდიოტმა, რომ იმას აქვს, რავი, მგონია რომ ღმერთი ავალებს მაგას, ანუ და ეს როგორც ახლა თვალებში გიყურებ, ისე არის შესაძლებელი. კი, ნამდვილად. და იმიტომ რომ გქონდა სანამ სამწუხაროდ დაგხიეს უკან კოცებმა, იყო წინსვლა ნამდვილად საზოგადოებაში და მაშინაც არ იყო ისე რომ არაფერი არ ხდებოდა. იყო შეიძლება 0 რამ ხდებოდეს და უცებ თუ ხდება 1000-ზე ადის იმისი რა ქვია კესარიას შემთხვევაში როგორც მოხდა სიმძაფრე სიუჟეტის და ანუ ვერავის ამიტომ მე არასოდეს არავის არ ვუნები დაუთითქოთ, იმიტომ რომ არავის არ ვურჩევ გაიაროს ის რაც გავიარე. კი, აი იმ ინტერვიუს რომელიც 21 წელს ნიკა ქევანიშვილმა, ძვირფასმა კოლეგამ ჩაწერა შენთან, ზუსტად ეგ სათაური ქონდა, რომ საქართველოში რომ ყოფილიყავი, ალბათ ამას ვერ გავუპეტავდიო. ვერ გავუპეტავდი. ცხოვრების ეული კითხვებიდან ვიკითხავ, ცოლს როგორ მოეწოდა საქართველო? ვაიმე გიждდება. ჩემთან გიждდება საქართველოზე. ვიყავ, ანუ პირველად ვარ საქართველოში, რაც ჩემთან ერთად ვარ, მარტო. ყოველთვის მომყვებოდა ხოლმე. ჩემი ცოლი არის გადასარევი რეჟისორი და შარშან ჩამოვედით თავის პროექტისთვის ავტობუსში გადავიღეთ. მე ვუმღეროდი თუ ასე ტურფა იყავის. ავტობუს ნანგრევებში. არ დარჩა უკმაყოფილება. არ დარჩა უკმაყოფილება, მოსწონს ხაჭაპური, გიждდება ქართულ ღვინოზე და ცოტა ბურჟუები ვცხოვრობთ აქ რო ვართ, რომ ცოტა რახან რესტორანში გასვლას უფრო ნაკლები ევროპულთან შედარებით იაფისი ამოვნება არის, ცოტა ბურჟუაზიულად ვიცხოვრეთ ის 2 კვირა, კარგ რესტორნებში ვიარეთ, რომლებიც ჯერჯერობით გვაქვს. ჯერჯერობით შეიძლება შევიდოს ადამიანი. ჯერჯერობით, ასე რომ ძალიან მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის არაფერი, რომ ჩემს ცოლთან ერთად ჩამოვდივარ, რომ მას აქაურობა მოსწონს, რომ მაინტერესებს კულტურა და ქალორო და მიწახებს ხოლმე ხანდახან. და ჩემს გვარს ატარებს, მე მის გვარს ვატარებ.
ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ხო, ეს მნიშვნელოვანია და მე ისევ და ისევ მკითხებიდან რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი. აი როცა ამბობ ხოლმე რა საჭიროა ქორწინება ვინც უნდა იმასთან ერთად იცხოვროს, მგონია რომ ესეც მნიშვნელოვანი ამბავია. მაშინ როცა ეს არის მისაღწევი რამე. საავადმყოფოში რომ ვიყო ბოლო წუთებს ვითვლიდე, ჩემი ცოლის გარდა ლეგალურად არ მინდა რომ არავინ იღებდეს ჩემზე გადაწყვეტილებას. აი გამორიცხული, ანუ ჩემთვის არის გამორიცხული, ანუ არც შვილი. არც შვილი. და ეს არა ქვია, არავითარ შემთხვევაში და მე ამისთვის არც და, ანუ თუ ვინმე იკითხავს. და კიდე თუ რაღაცა და, მაგრამ ლეგალურად ეგრე არ იქნება, იქნება ჩემი მშობლები და ჩემ მშობლებს შორის იმხელა უფსკრულია, რომ უკაცრავად, ანუ გამორიცხულია, რომ მე ეგ დავუშვა ლეგალურად. ეხლა მაგისთვის არ მომიყვანია, არ მithოვია ხელი ჩემი ცოლისთვის. ძალიან მიყვარს და ეთქობა როგორც ჩანს ქორწინების ადამიანი ვარ და ანუ ეს იყო ჩემი პირველი მიზეზი, მაგრამ მე რო დავფიქრდი ლეგალურად ეს არის. ხოლო რაც შეეხება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ რაღაცებს რა, ანუ ადამიანებს გონიათ, რომ ლაპარაკობ ძალიან მარტივად მეუბნებიან, რომ აი ხა შენ ისეთ რაღაცას ამბობ და აი რაც გინდათ ისე ფიქრეთ, აი ჩემი ნოღაიდელი ნათესავების ჩათვლით, რომ ჩემი ნოღაიდელი ცოლის სახლში რომ მივდივარ და მამამთილი რომ ჟავე კიტრებს მაძლევს და დედამთილი რომ პურს მიცხობს და სახლის კვერცხებს რომ მილაგებს და მეკითხება რომელი ჯემი მიყვარს, რომელი გამატანოს. და დედა ჩემი ამას რომ არასოდეს არის ამს ჩემი ცოლისთვის და ჩემი ცოლის შვილისთვის, ჩემი ცოლის შვილი რომ მეკითხება, დედა მკვდარი გყავსო? აი ეს მინდა და ეს თუ ვარსკვლავების მოწყვეტა არის და მაღალი მათემატიკა, არ ვცხოვრობთ ერთი და იმავე პლანეტაზე. მართლა, თუ იმათ უნდათ რომ მე ჩამოვიდე და როგორ ჭამენ ერთმანეთს ქართული ოჯახების უმეტესობა და აი მე მაშინ უნდა ვიყო ჩამყაყებული და წავედი და ვნახე იმ ქუთაისელი ქალი რო კითხულობდა არ გავუშვათო შვილებიო გასანათლებლათო თორეო ჩაუტომბავენ რაღაცებს უკვე ჩატომბულია ანუ ჩატომბულია რა იცი რომ დილით მამამთილმა მომართვა ყავა და მკითხა როგორ ხარ და გაუხარდა რომ პრემია მივიღე როგორ? საშინელ ევროპულ ოჯახში. საშინელ ევროპულ ოჯახში. საშინელ ევროპულ ოჯახში, რომელშიც ჩვენზე ზრუნავენ და გვირეკავენ ორი დღე არ დაგირეკავთ, ხო კარგად ხართ. აი ძნელია რომ ეს მინდოდეს მშობლისგან, ან ნათესავისგან, ან ვიღაცებისგან. ნუ ამას არ ვიძახი რომ ვერ ვხედავ ის რომ ვიღაცებს ხედავ სამყარო რაღაცებს, მაგრამ აი ესეთი ელემენტარული მათემატიკა გვინდა ქვერ ადამიანებს და ეს არ უნდა იყოს პრივილეგია, ეს უნდა იყოს given, ეს უნდა გქონდეს დაბადებიდან და ამას უნდა კარნახობდეს ყველა ამ ადამიანს ნებისმიერი რელიგია კიდევაც კარნახობს, მაგრამ სამწუხაროდ არ კითხულობენ. თინი, ელემენტარულ მათემატიკაზე გკითხავ, ლიტერა, რომელიც აიღე დებიუტში, დებიუტის კატეგორიაში, გაიყო, ხო, წელს მეორე დებიუტანტი არის ისტორიული ლიტერა. ხო, ისტორიული ლიტერა, იმიტომ რომ ორმა ორმა ქობულეთელმა ეს გამომრჩა, ქვიარ არტისტმა, მოდი ესე ვიტყვი, არ შემოგსყუდავთ მხოლოდ ლიტერატურით და წერით, მიიღეთ, ხო? და ორივე ემიგრაციაში ხართ, რაც მნიშვნელოვანი ამბავია და ეს კანონები, რომელიც ვახსენე, გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ყოველდღიურობაში შეზღუდვები და ნერვიულობა და შფოთვა ნიშნავს, მე მგონი ნიშნავს იმასაც, რომ უფრო და უფრო ნაკლები ქვიარ ადამიანი მიიჩნევს ამ ქვეყანას უსაფრთხო საცხოვრებელ სივრცედ, ხო, რაცა უნდა შენი სამშობლო იყოს. აი ამ ემიგრაციაზეც მინდოდა მეკითხა და იმაზე, როგორი რთულია საბოლოოდ ამ ქვეყანასთან კავშირის გაწყვეტა, რაც არ უნდა დიდი ხანი ცხოვრობდეს სხვაგან, იმიტომ რომ აი შენი შემთხვევა ზუსტად ეგ არის საჯაბსანდალი. უჩემოთაც ახსენე, რომ საფრანგეთის მოქალაქე ხარ, შვედეთში ცხოვრობ, მაგრამ მაინც მოგინდა რომ პირველი წინი დაგეწერა აჭარულ დიალექტზე, ხო, რომელთანაც ალბათ არ ვიცი ცნობიერად თუ არა ცნობიერად ყველაზე მეტი რამ შეიძლება გაკავშირებდეს და შენი არსებობა და შენი პიროვნება იქ იყოს ჩამოყალიბებული, ხო? აი ეგ რა გაურებაა თუ არ ვიცი გასვამება თუ რა არის, როცა თან აქ აურობას ეკუთვნით, თან აქ ვერ ცხოვრობ, თან გინდა რომ სადღაც სხვაგან იყო ისევე სრულფასოვანი მოქალაქე, როგორც შენ ქვეყანაში იქნებოდი, თან ამ ქვეყანაში დიდად შენ ადგილს ვერ ხედავ, მაგრამ მაინც არ წყვიტავ ამ ძაფებს, აი როგორი ალბათ შფოთვების დამატებითი წყარო კიდე ეგ არის, ხო? კი, და იმისი გააზრება, რომ რატო ვერ ეშვები მაგალითად, რატო დაწერე მაინც საქართველოზე ქართული წიგნი?
რაც ავარ იმაზე დავწერე ეს სხვა პასუხი არ გამაჩნია ანუ რაზე ჩემ inner child-ზე თუნდა დამეწერა და მასთან უნდა მესაუბრა როგორღაც სხვას ვის უნდა ვლაპარაკებოდი ეს იყო ძალიან ცხადი მოცემულობა რომელიც არ მგონია რომ ამირჩევია და მე სხვანაირად შემეძლო რა ამირჩია იმიტომ რომ მე არ მჯერა არაპოლიტიკური და რაღაცა ნეიტრალური მწერლის და მე მგონია რომ გვაქვს ხედვა და რაღაც წერტილი დამწერთ ყველანი და ის თუ რა ლეგიტიმურობიდან დავწერო მე ვერ წარმომიდგენია რომ სხვა ლეგიტიმურობიდან დავწერო ამას არ ვიზახი რომ არ შემიძლია ან არ მითამაში ამის ირგვლივ ან არ უნდა გავაკეთოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის ძალიან ცხადია მე მგონია რომ ხალხი ვერ იაზრებს რა ნიშნავს ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკო გორგილაძეს, რომელიც დავაკონკრეტებ აკეთებს საოცარ აქტივიზმს თავის ესე წარმოჩენით და არაჩვეულებრივი ლექსების კრებულით და მე ერთის მხრივ სრულიად ამაყად ვაცხადებ რომ არ ქვია მწერალი და ნიკოც ესევე რა თქმა უნდა მაგრამ არც ჩემი წიგნი მგონია მაგრამ ნიკოს შემთხვევაში უფრო იულად ვიტყვი რომ მისი პოეზია ეს არ არის იმიტომ კარგი რომ ქვია პოეზია ეს არის გულწრფელად კარგი პოეზია ძალიან კარგი პოეზია და თავისუფლად შეძლო თავისივე პოეზიის კატეგორიაში ეასპარეზა დარწმუნებული ვარ. მაგრამ რატომ ვერ ვეშვები? იცი ცოტა შერიგება მაქვს ჩემს თავთან იმით რომ წერ და დავწერ, კაი, ამეღებინება ხელში ეს კალამი რომ რაღაცა დავწერო და იმისი გააზრებაც რომ მე მგონია რომ აი რაღაცაზე ხარ შეერთებული რა, აი როდესაც ხელოვანი ადამიანი ხარ. მე ესეთი ხელოვნება მიყვარს, რომელიც არის გულწრფელი, რომელიც არის ფეხგადგმული სიმართლეში და მე რა სიმართლეც მაქვს, რასაც ცხოვრობ, იქიდან ამოვდივარ ეს ერთი. მეორე ძალიან მინდა მქონდეს, მაგრამ არ მაქვს ფუფუნება, მქონდეს ფინანსები, ვიკულიო ძალიან ბევრი თემა, რომელიც მაინტერესებს და ამისთვის გამოვყო დრო, ვიმოგზაურო, გავატარო დრო ბიბლიოთეკებში, ქექო და ასე შემდეგ. ეს არის ჯვარი იმიგრანტი არა იმენაზე მწერი ადამიანისა, რომელიც მე მგონი მარტო ნინია ხარატიშვილმა მოახერხა ბრწყინვალედ და მეტი ვერავინ ვერ ვაკეთებთ, ანუ მე უნდა ვწერო იმენაზე, რომლითაც ვერასდროს სავარაუდოდ ფინანსურ მაინც ვტოვებ კარს ღიას თუ რა იცი მანიფესტაცია არის რომ აუცილებლად ვიცხოვრებ წერლობით ცხოვრება გრძელია შეიძლება იყოს ჯერჯერობით ბოლო 3 წელი სასტუმროს დამლაგებლების ზედამხედველობით ვცხოვრობ და ანუ ამას იმდენი დრო მაქვს რომ ძალიან ცოტა დრო მრჩება წერისთვის ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა ის კი არა რომ ქართულად წერ. ჩემი თავი პრობლემა არის პრაქტიკულად. იცი რა, ემიგრაციაზე უფრო გეკითხებოდი ვიდრე წერაზე ამ შემთხვევაში. და იმაზე რომ ხო არა ძალიან კავშირშია, როგორ არ არის კავშირში. იმაზე რომ მაინც მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ შენზე იმ ქვეყანაში რომელშიც აღარ ცხოვრობ, ხო, ბევრი წელია. მენაზე მაქვს სათქმელი. არ ვიცი, შეიძლება არ დავფიქრებულა. მე პირველ რიგში იმიტომ წერო, მაგრამ რაინაზეც მეწერინება და ვლაპარაკობ, რაც ჩემი ენა, იმ ენაზე ვწერ. მე ხოწმდა ჩემი ცოლი ინგლისურად დაწერე, იმიტომ ეს მეორე პროექტი, რომელზეც მუშაობ, არის ძალიან იმიგრანტებზე და გაყიდვადი იქნებოდა ჩემი აზრით, მაგრამ ნუ პირველ რიგში იმასაც ქართულად წერ. იმასაც ქართულად წერ, კი. ეს ის არის მეთქი მას უთხარ რეჟისორია და შენ რო გითხრა, მოდი iPhone-ს მოგცემ, კარგი კამერაა და მინდი მაგით გადაიღე თქო და კი შეიძლება რომ გადაიღო თქო, მაგრამ ამავე დროს გაქვს ეს რაღაცა 16 მმ-იანი ფირის კამერა, რომელიც გასლივით უკეთესია, შენთანაც იცით თქო და ნუ მიხვდა. იყო წერდე ქართულად და ცხოვრობდე შვედეთში, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა. ძალიან ძვირი სიამოვნება ამისთვის უნდა გქონდეს იმისი ტრაკი, რომ დამლაგებლების ზედამხედველად იმუშაოთ და ჩათვალო, რომ ეს საინტერესოა. which it is. სასიამოვნო არა, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის და ანუ ესე ბევრი სამსახური შეიძლება გაამართლო. ნუ არა, საინტერესოების გამო. ფაქტს არ არის. ჩემოცულმა მითხრა რომ შენს პროფესიასო, რომელიც არის წერაო, არ იღებო სერიოზულად და ნერვები მოშლი რომ მოდიხარო სამსახურიდანო. შენ თავს დააბრალეო? ჩაიწერეო, ეგ არის კვლევაო, ეს არის შენი კვლევა დღესო და მართლა შეიცვალა ჩემს თავში რაღაცა რომ მეთქი ხო? მაქვს პრივილეგია. ხედავდე
ისეთ წუმპებს, რომელსაც ეხლა მართლა ჟურნალისტიკაში რო ვიყო და ან წერლების რეზიდენციაში ვერ დავინახავდი. ეხლა იმედია რომ ჟურნალისტებიც ხედავთ ხოლმე წუმპებს. რა თქმა უნდა. შეგიძლია დაბრუნდე უკვე. დიდი მადლობა არ მინდა, მაგრამ მე ჟურნალისტიც ყოფილი ვარ და ვიცი რომ ცოტა პრივილეგი არის თუ იტყვი რომ შენ იცი რა არის დამლაგებლად მუშაობა, არ იცი. ძიმეა ძალიან. არც მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ოდნავ მაღლა იქ და ვერ დავიბრალებ ამ რაღაცას, მაგრამ ხედავთ ისეთ რაღაცებს და ვცდილობ რომ ესე გამოვიყენო ჩემი ნიჭი რომ დავინახო რაღაცები, ჩავიწერო, მოვინიშნო და ვიფიქრო რომ ოდესმე გამიმართლებს და უმუშევარი დავრჩები და მექნება ძვირფასი დრო, რომელსაც ჩავდებ იმ შრომაში, ყველაზე დაკავებული მაშინ ვარ ხოლმე, როცა უმუშევარი ვარ, ეს ძალიან მიყვარს. კი, როგორც ჩვენ დასვენების დღეებში. ზოგადად მგონია რომ როცა ხელოვანი ხარ, ხელოვნების ალბათ 90% და ჩემი მეგობრების ბევრი ნაწილი ხელოვანია, ცხოვრობს გაჭირვებაში, ხელს აწერ, იმუშაო არასტაბილურ შემოსავალზე, იმუშაო ხან ლიდლში, ხან ჰოტელში, დღის სამუშაოზე, რომ საღამოს აკეთო ის, რისიც გჯერა და არ გაყიდო შენი სული, თორე ხა არიან ერთეულები, რომელსაც არ სჭირდება სულის გაყიდვა და მაინც გამილიონერდნენ სიტყვაზე, მაგრამ უმეტესობა თუ არ გაყიდი ისეთ რამეს, რაც არ უნდა გაყიდო, ბილიონერი, მილიონერი და მილიარდერი ვერ გახდები. შესაბამისად რეალობა ხელოვნების ადამიანებისა, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც სექსუალური ორიენტაციის არის, ეს, რომ უარი უნდა თქვა, თუნდაც ის პრივილეგია, რაც მქონდა მასწავლებლის ლიცენზიით, თქვი უარი და არავინ აღარ მომცემს სესხს, რომ ბინა ვიყიდო მაგალითად. მაგრამ მასწავლებლობაზე დაბრუნებაზე აღარ ფიქრობ. არა, მე მგონი რომ ამოვწურე თავი როგორც მასწავლებლად, ძალიან მიყვარდა რასაც ვაკეთებდი და იმაზე მეტად არაფერი არ მეზიზღება მასწავლებელს, რომ აღარ შეუძლია თავისი პროფესიიდან მივხვდი რომ მივედი დაღლის იმ ეტაპზე, რომ ამოვწურე თავი როგორც მასწავლებელმა და მაგ ეტაპიდან უნდა გამოხვიდე კლასიდან ჩემი აზრით და გამოვედი კლასიდან. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა.